გაუმაჯოს კარგად ქალაქურად მე ესე გიპასუხე მოწვეულად ვარ მე ვიღაც ეს რომ შემოხედავ შეეშინდება და რა ჯიგარი როჟები ვართ რა იცი ნიღბის უკან ამ ხელა სითბო და სიყვარული ქალაქურია მარტივი რატო გიკეთიან იგივე უხერხულობა რომ ავარიდოთ საზოგადოებას უხერხულობა ვიცით რომ დღევანდელი ჩვენი თანამაცხოვრებელი ხალხი ჩაკომპლექსებული მედია ხოლმე ნუ ცოტა აჭრილები არიან და რადგან აჭრილები არიან ჯობია რომ უფრო არ ავჭრათ ამიტომ და ესე აი თან მარტივად გეთუ რომელი ორი ჯოკერი ვარ ჩვენ რა აი მაგით ნელ-ნელა დაექმნა მე მგონი გაიგებენ ეხლა ნახეთ კიდე რა არის პოდკასტში რა იქნება ყველაზე მაგარი ნიღაბი რატო არის ნიღაბი რო არ მეკეთოს ისტორიას რომ მოყვები უკვე ყველა მიხვდება ვინ არის ისტორიის უკან ავტორი მე ნიღბით რომ მოყვები ისტორიას იქ სახელს შევცვლი ყველაფერს შევცვლი მარტო მიხვდება ის ადამიანი ვიზეც ვლაპარაკობ სხვა ვერავინ აი ეს არის ერთ-ერთი მიზეზი რატოს მიკეთია ნიღაბი თორე ის არ გეგონოთ რომ ვინმეს არ ამესურვებია რასაც მოყვები ყველაფერს სიმართლეს ძველი თბილისი გავიხსენოთ, ისტორიები ხალხი გავიხსენოთ ამ პროცესში ვინ ცხოვრობდა ქალაქში, ვინ ჩამოვიდა, ვინ ჩამოეთრია, ვინ დანარჩენი უკვე პროცესი მოხდეს, გადაღებული იქნება. ყველაზე მეტი ინტრიგა იქნება ყოველთვის ვინ არის ნიღბის უკან. მაგას ვერ გაიგეს. ჯოკერი სახელებს გიხდით რა მაშინა ჯოკერი და ჯოკერი. ასე რომ ფინაშია, უბრალოდ თბილისელი ჯოკერი, მეტი არ არის. ჯოკერი. დააკმაყოფილა წეს. დააკმაყოფილა? აუ ის ნანახი გაქვთ ესლი ვიდეო არის. გოგო რომ მიდის რა და იმაზე რომ ეკითხებია რას ფიქრობ თუ ამ იმაზე რა ქვია ეცქეს შენათო ქორწინებაზე და რო უტრიალდება და მაგათ დედას შევიც ყველას აუ რა თესლი გოგო იმენა თბილისელი აი ნუ რაღაცა სადაც პლეხანოვზეა გადაღებული ვიდეო პლეხანოვზეა გადაღებული მეგონი ვარანცოველია აგა აი ჩამო ყველას პასუხმა დაგაკმაყოფილა აი მაგია დაგაკმაყოფილა აი ეგბატია პოდკასტია რომ ბოლოს ეუბნება აი რა ნიღბით იმიტომ ვარ დაგაკმაყოფილა საზოგადოება თუ კიდევ ვინმეს კითხვა რატო არ ნიღბით კითხვით არის კიდევ ვინმეს რატო მიკეთია ნიღაბი ალბათ ნელ-ნელა პროცესში უფრო დაგაკმაყოფილებს მაგას დაელოდეთ რომ უფრო დაგაკმაყოფილდებით თბილისი არის გული, თბილისი არის სიმართლე, თბილისი არის ტრადიციები, თბილისი არის ლექსი, თბილისი არის სიმღერა, თბილისი არის კაცური გაგება, თბილისი არის კაცური ხელისმოქმედება, თბილისი არის ქალის პატივისცემა, თბილისი არის მშობლების პატივისცემა, თბილისი არის ერთმანეთის სიყვარული, მეგობრის სიყვარული, ოჯახის პატივისცემა, კაცური ძველი და ასე შემდეგ ბევრი რა მოკლედ თბილისი არის ურთიერთობა სიყვარული და ურთიერთგაგება უმთავრესი ურთიერთპატივისცემა მეზობლობა აღარ არის აი მეზობლობა რო დაიკარგება გახსოვთ ის გამოთქმა მე კაი ესე ცუდი მეზობელი კაი ნათესავჯობია ეგ დღევანდელ ახალგაზრდას რო უთხრა ვაფშე ვერ მიხვდება რაზე ამ მეზობელი მე ვიცი ეგოთა ეგ ის არა მოდი რა თბილისში რო აჩერებენ რა ტიპებს და ტიპს ვაჩერებენ მან დადგმული მგონია ისეთ იდიოტობებს პასუხობენ რომ დადგმული მგონია რა მაგ ნანახი აი ისეთ პასუხებს აი დედამიწაზე 3 გრადუსით მოუწაუწიო გრადუსი და აი პროსტა ერთ რამეს უბრალოდ ვიტყვი რომ იცოდნენ რომ თუ ვინმე ქალაქს შეეხება თუ ვინმე ქალაქს დაანგრევს თუ ვინმე ბუჩქს მოჭრის თუ ვინმე დაანგრევს და შეურაცხყოფს იმ ძალიან მაგარ ადგილებს სადაც არის ბევრი შესანიშნავი ძველი რამ რომელიც აღარ აღსდგება აი ყველას თქვენი დედა შევეცი ეგეთი ვანდალიზმი უბედურება ეგა თბილისი აღარ უყვარს თბილისელი ვანდალიზმით არ დაკავდება ეხლა რა ესა თბილისი
როგორ კინოებს უყურებთ, როგორცაც გვაჩვენებდნენ, დიდი არჩევანი არ იყო. ესეთი ხდებოდა ხოლმე რაღაცა. ყველა. საერთოდ ვანდამ მეორე ხმა ეგეთი იყო და მესამე ხმა იყო რაღაცა ქალის რაღაცა რა გავუჩი. просто ფილმი მე ახალი წლების ფილმები რო ემზადება დასაწყისად და რაღაცა წვილი. ახალი წელი იყო, მაგრამ ბოლში მაგარი რა, ახალ წელს კაი ფილმები. ხო და უცხოეთში ხა გადაობა რა, ერთ-ერთ ქვეყანაში ვარ და კაუჩე რაღაცაზე გასული ვარ ხემას, რა სადგურზე, რა ცენტრალში რა. ჩვენ მოწვეულები რა, უცხოეთში ვარ, პრაღაში ვარ და მოწვეული კაცი ვარ ჩასული რა, სტუმარი რა და სადგურზე მომიწია წასვლა რა. მოწვეული და ხო და გავიჭირდა მოწვეული. და გავედი ცენტრალზე, იქ იშოვება რა, ხო იცი მაინც ყველაფერი უცხოეთში როგორც ხდება და ბიჭო, კაუჩი გაიჩნდა ქართველი რაღაცეების იმაში მომეხმარა და კაუჩი სანამ დავიშლებოდით, მეუბნება დამარეკინეო რა. ნახა ტელეფონი მაგ. ქუთაისელი იყო რა, ჯიგარი. ვარეკინებ, რო ვარეკინებ, რა როჟარი ხა ორი სიტყვით აგიხსნი რა, ჩემთან ერთად რო იყო, საწყას მაგრა გაუმართლა მაგ დღეს საჭმელი ჭამა. რაღაცები ცოტა ხოძე იყო, ყავადალია რაღაცა, აი ისეთ შეჭირვებული იყო, რომ კაროჩი რა. თავის ძლივს გაქონდა ერთ სიტყვით, რა კარდონის ყუთში ცხოვრობდა რა. მე მოდივარ თუ შენ? და მეუბნება დამარეკინეო ბიჭო. ძმაო დაარეკინე. რეკავს და თავის მაგაც ურეკავს. არ მინდა. მოდი. ეს ვერ დავინახე, კი? მაშინ არ მინდა, ორი თორი. და კაროჩი დამარეკინეო, ვარეკინე და ურეკავს თავის ბრალს და ეუბნება, კაუჩი რას ეუბნება ხა ნახე. ლიზბიო შენ ჩემამდე ჩამოდიო. ბილეთიო დაითირე აქამდე მოდი. ვაფშე ყველაფერი, აი ისეთ გაგულა, თუ არ ბიჭო ტელეფონს თიშავს ამას ხო მოყოლ. ბიჭო უყურე მეკითხე, ძმა მეთქი შენ თვითონ კარდონის ყუთში ცხოვრობ. სადეპატიჟები მეთქი რა პასუხი გამცა? პასუხი ნახე რა გამცა. ეგო მაინც არის აქ ჩამოსვლიო. ეგონოს რა რო კარგად ვარ. აი წარმოიდგინე რა როჟაა ხა. აბა რას ქვია მე კაცში თესლი ხარ რა ეგეთი. კაცო თესლია. უბისკენ გონია რა აი მაგარი კონცერტი. აი ის რა ბილეთი იყიდოს და ეხლა გეტყვი როგორ უნდა მოიხოდოს ეს პროექტი. ჯერ მოიხოდა ის რომ უკვე დავჯექით, აი ესე უცებ და დავიწყეთ. ეხლა ნახე როგორ უნდა მოიხოდოს. ხალხი უნდა მოგვეხმაროს, ჩვენ ისტორიებით მოგვეხმარებით. ერთად შევქმნათ პროექტი, ერთად პროექტს ჩამოვხდათ, ნიღბით ვიყოთ მარტო ჩვენ და ჩვენ ვიღადა გავერთოთ. რომელსაც ეს 3-4 პეროები აი თქვენ ტიპი გონია და აი მე აგიხსნით ვინა. რთულად. ამ პროჭულა და მარტივად რთულად ამ პროჭულა და მარტივად. მე მარტივად მოდი რა ესე ვიტყვი რა. საქართველოში სამწუხაროდ დამკვიდრებულია უკვე დიდი ხანია ეს რაღაცა. საქართველოში დიდი ფული ისოვა, აუცილებლად საჭირო რომ იყო ვიღაცის ტრაქში. ნახე ეხლა ერთ რამეს მე ვისაუბრებ თუ შეიძლება. მარიხუანას გამკაცრებას რაც შეეხება რეალიზაციას რაც უნდა ის უქნიათ. მაგრამ რაც შეეხება ვინც არის მომხმარებელი. თუ იხმას ადამიანური დოზით, თუ ის იხმას იმისთვის, რომ სასმელს აღარ სვავს და თავისი სასმლის სმით აწუხებდა ყველას, აწუხებდა თავის ოჯახს, თავის თავს აყენებდა უამრავი რა. ელემენტარული აიღე ადრე რესტორანში თუ იყო 100 კაციდან სვავდა 90 და 90-დან ჭედავდა 20 კაცი, დღეს სვავს 20 კაცი, იმ 20-დან ჭედავდა 2 კაცი და იმ 2 კაცს ანუ მარიხუანა უნდა იყოს ნახე ერთ რამეს ვინც არ ეწევა, ერთ რამეში მაგრა ვეთანხმები ამ ახალ კანონში, არის ჯერ ეს კანონი კარგად აღვავ, ჩვენ აქ მოწვეულები ვართ, ეხლა კანონს ესე ვერ ჩავშლით, მაგრამ ერთი რაც არის, ამ კანონში რაც წავიკითხე და მომეწონა, არის თუ მარიხუანას სიმკაცე არის მხოლოდ არასრულწლოვანზე. არასრულწლოვანზე უნდა იყოს, კი ბატონო, ანუ ნახე მთავრობას თხოვდა მიმართავ რაში, გინდა მარიხუანა, გინდა ნარკომანია, რაც არ უნდა იყოს. უნდა გადაარჩინო ახალი თაობა,
40 და 50 წლის გამოსწორება კი არ უნდა არა ნახე არ მოდიში დავასრულებ რა ერთი წუთი აღარ გვინდა ეს ცოტა სერიოზულად ვიღებ თემაა ცოტა ესეთი 50 წლის კაცი კი არ უნდა გამოასწორო 15 წლის და 14 წლის ბავშვი უნდა აარიდო ეგ არის თორე 50 წლის და 60 წლის მორფინისტის გამოსწორებით შენ შედეგს ვერ მიიღებ შენ უნდა ქნა ის რომ არ გამამორფინისტო ახალი თაობა არ დაждდეს პლანზე ეს ახალი თაობა თორე ეს ვინც არის ასახში და ვინც ნერვოზისთვის იხმარს ის შენ რომ დაიჭერ პლანზე და ციხეში ჩასვა და მე მომიტრინალდები და მეტყვი რომ იმის ჯანმრთელობაზე ვზრუნავო მე მოდი რა ამ აცას მაყრი თვალში ხა ახე ფული ადამიანს ხოცვლის ადამიანთან დამოკიდებულებას როგორ ცვლის აი როგორ რო ყოფილა ტიპი არაფერი ფული არ ქონია ტიპს გამარჯვებას არ ეუბნებოდნენ ფული უშოვია და ჯერ ხო თვითონ ტიპი გახდა ეს არარაობა და მეზობლისთვისაც აი თვითონ არა ნახე ბოდი ერთის არა აი ჯერ ნახე თვითონ რა ტიპი არის არაფერი არ იყო ფული შოვა და ტიპი და ეხლა ის ვინც მაგას ვაფშე გამარჯვებას არ ეუბნებოდა და ფული რო იშოვა და ტრაქში რო ეტენება ის რა არარაობა ისი ტრაქის სული რომ აი აზე ხარ არის ეს ამა ფული იშოვა გამოყლებდა მაინც ამან ფული რო იშოვა ამის ტრაქში შეძრა და კარგად უნდა კარგო ტრაქიდან კარგად როგორ იქნება შეშობილდა არ შეიძლება ახი რა არის არა ხა ფული ცulis ნახე ადამიანზე არის თორე შეიძლება დადებითი სტენად შეცვალოს კაცო ეხა თუ ადამიანი ეხა მე რაც არ უნდა ფულმა და ბოროტობისკენ თუ შემცვალოს ღმერთმა დაგვიფარჯოკა ესე ხო არა ეხა ადამიანს ზოგს ეხა მე ფული ომე მეტი შესაძლებლობა არის ფული ჩემთვის ვისთვის როგორ ეხა ფული ჩემთვის შესაძლებლობა არის რომ ადამიანს მეტი გაუკეთო ვიღაცისთვის შესაძლებლობა რომ თავი წარმოაჩინოს და მე თავის წარმოსაჩინად ფული არ მჭირდება ნიღაბი ნიღბის იქით არის უფრო თვითი იმას რომ ვოლტ დისნეი ბევრი ცნობილი რეჟისორი რომელიც ფილმს იღებს რაღაცა ყოფილა რაღაცები ბევრი დაქვეულა რა და მე ასევე ვიტყვი ბევრი ჩვენი წინაპრების წერილების შესახებ რომ ბევრი რამეა ნათქვამი რომელიც დღევანდელი რეალობას არის და მე დაკითხვა და ფულის შესახებ მე ესე გიყვარს ორ რაღაცას ვიტყვი მოკლედ ერთი რომ უნახავ არა ნახავ მეორე არის ესეთი რაღაც და მე ამაში დაწუნებული ვარ რომ ის სიმართლეა რა ღმერთო ნახე როგორ არის უნახავს ნახეთო და დანახს ნუ მოაკვეთ გამიგე კაია ჯოკარი მოეწონა შევთვის ცოტა რაღაცა დედაასწია რა იმიტომ რომ ბევრჯერ უნახაობა ხლის ქონი გააკვეულ პრობლემებს ადამიანში თვითონ პერსონაჟში ქმნის რა პრობლემას იმიტომ რომ ზეს რაღაცა თავის თავზე შთაბეჭდილება წარმოეჩინება არარაობას წარმოდგენებში რომ ყველაფერი შეუძლიათ მათ იმიტომ რომ არაფრიდან რაღაცები ნახეს რომელიც მათთვის წარმოუდგენელი იყო და მე უკვე რაღაცა ცოტა ვიჩი გადადიაკონა რა ვიცი პატივის სტილობა თბილისში დაიკარგა უფროსი და აუ ყველაზე სტრანი ჯოკერ დამეთანხმები შეიგეთ თბილისში არ გაიჩნდა იცი ტიპი არის შოვის $1000 იმიტომ რომ მე არ ვიშოვო $100 აი ეგეთი გადადამოწყნებულია ბოდიშის სენსორისთვის ანუ აზი ხარ ტიპი რა ბოროტი არის თვითონ $1000 არ შოულობს მე $100 არ ვიშოვე იმიტომ თვითონ 10000 ისედაც აქვს და მე უფლო უნდილა მაგი აი ხა დღეს რო ეგ არის აი პროჭიაშვილები ეგრე არიან და დღეს პროჭიაშვილები ბევრი არიან სამწუხაროდ მაგი არის რეალობა აი ეგ შეისროლა ყველაზე მეტად ადრე რავი ქალაქელი ქალაქებს რო შეხვდებოდა ხელს უმართავდა მაგის დედა დღეს პირიქით ხელი როგორ შეუშალოს და აი ბოგმა აი რასაც ვიზარდი მეჟობლობა აღარა შეიძლება ახლანდებ ქალაქს რა არის იცი ქალაქმა დაკარგა ის იერსახი დაკარგა ყველაფერს თავი და იერსახიც კი დაკარგა და თბილის ნაპრობდა ხალხი რო ჩამოსულიყო და აქ
სხვანაირ მე მახსოვს რა იყო ჩაწერები მე გახსოვს მახსოვს მე ბავშვობაში მახსოვს ჩაწერები ჩემოსვლები გახსოვს თუ არ ჩენა გახსოვს აი ჩაწერე თუ შემოდიოდნენ რაღაც 3 დღეს შემოდა გასულიყო და ეგ ზუსტად არ მახსოვს მე რომ ანუ რაღაცა არ შეიძლება ხო მეტი დღე გაჩერებულიყო თუ რაღაცა რა ნახე აი რა მაგარია მე რა მახსოვს საქმე არა რა გინდა რა დაბოდნენ მახსოვს რა თბილისში მე მახსოვს რუსთაველის ქუჩაზე მე მახსოვს ლაგიძის წყალი ჯოკერ ხო ვაფშე არ ვიცოდი თო გამაობაში ერთმანეთს შვილები დაყავდა ზაფხულში განსაკუთრებით ის იყო შეიძლება ლაგიძეში სამჯეროდ შეიძლება ზაფხულს ხოვდა ამით უმეტეს ხო ის ხოვდა მაგრამ გაროვნებიდანაც რა ვიცი მოდიოდნენ და ლაგიძეს ვამენ და აჭაურს მიიცოდნენ რა თემო ხაჭაურს რა ვისაც ნაკლები ფული ებდეში მაგრამ პრობლემა რა იყო იცით რომ მაშინ ფული ყველას ედო და პრობლემა არ ქონდა რა არც ხაჭაური საჭმელი პრობლემა ნახდათ არ იყო ეგრე იძახიან თქვა იყო და ტელეფონში გაიგონდა და ამავდროულად ეს ტელეფონი იყო ძალიან მოწესრიგებული სუპტა კაპრანჭული ერთუთის მიმართ ჯემალას გასნობა დაგვავიწყდა გაიცანი ჯემალა ჯოკერი რომელიც რომ ახლა კითხებს ჯემალასოს ხო ვერავინ ვერ ხვდები ჯემალასოს კითხავს ჯემო დავაი ჯემა კითხვა გამოუშვი აი პოლიციელები რომლებიც იბადებიან იმ შეგნებით რომ პოლიციაში უნდა იმსახურონ და იმ შეგნებით ხდებიან რომ პოლიციელებად მიდიან ამ ცხოვრებიდან და რომლების შედეგად ბევრჯერ შეიძლება იყოს ძალიან პატიოსანი ბევრი ადამიანის სიცოცხლე გადარჩენილი რა მე ვერ დავმალავ და პოლიციელებზე ვერ ვიტყვი პროჭები არიან და მადლობა რა მე ყველა იმ პოლიციის დედა მოტყვა რომელიც ძალაუფლებისთვის იკავებს და თვითონ არის იმის ზემოქმედების ქვეშ სხვა შეუნება და რაღაცა მაგალითს აძლევს და თვითონ აფუჭებს იმ მაგალითს მე ყველას ეგეთების დედას შევეცი მაგისაც ერთ დავამატებ ჯოკერ ნახე პოლიცია ხა ერთ რამეზე თანხდებით პოლიცია საჭიროა აი ყველას აბა მე და ჯოკერი და შენ ვარ დაუწევ ჯემალდენას პოლიცია არის საჭირო მაგრამ მოდი ერთი ბოდიში დავამთავრებ და ნახე მე რომ დავაშავოთ რაღაცას პეტრე დამიშეს პავლე არ დაგვავიწყეს სამართალდამცველი არის პოლიციელი დაიწყემ დავამთავრებ ჩემას რა მარტო სამართალდამცველზე არ არის რა ადამიანიც არის ხო პირველ რიგში უნდა იყო ამ სამართლის უნდა გჯეროდეს მაგრამ სამართალს რომელსაც შემემოვა მასწავლი გაიგე შენ არ გჯერა რომ ის სამართალია გაიგე და შეგიდა რომ სხვა ასულებიო მაგრამ შენ არ აასრულო არა ეგ არ არის პოლიცია მაგი არ უკვე ბოროტად გამოყენება თანამდებობისას ნახე რას ვამბობდი რა დავამთავრებ ბოდიში დავამთავრებ რა ჯოკერ რა ეთიც არა რო 9 აპრილს ბოდიში 9 აპრილს თბილისელები ქალაქელები თბილისურმა და ქართულმა პოლიციამ გადაარჩინა ქართული პოლიცია იყო 9 აპრილს კიდე უფრო მეტი უფრო იქნებოდა მეტი გარდაცვლილი შემოდა მე ის ვიცი იმიტომ რომ 9 აპრილს როცა კორიდორები გადაკეტილი იყო ყველა გასასვლელები და ყველა ეს რუსული ამათი ძაღლი დედა მოთხან მე ჩვენი მტრები რომლებიც იყვნენ ყველა მხრიდან გაიგე ქართულმა პოლიციამ უშველა ხალხს კორდონი გააღვევია ერთი იმის ავიდა ნახე 90-იანებში კაცს ეცვა კაცსურად ქალს ეცვა ქალურად დაჟე გეის ეცვა კაცსურად დღეს კაცს ასვია ქალურად короче იყვნენ თაობა ინსპექტორების იყვნენ თაობა კაზაჩოკების 90-იანებში აი ის გამოფრატული და короче მე იყო ერთი დინაჯიპიანები მე უკვე აი ამ რომ მურჩა რა აი ამის მანიაკიზმი მე უკვე გაიჩნდა ინსპექტორები და მე სალამადრები გაიჩნდა სალამადრების მოძრაობა და ამე ხა სალამადრების ეს თემა იყო რა ასევე ის პატრონები იყო მაგრამ ოდაში იყო ის პატრონები რა ბევრია რა ბევრი იყო რა აუ ბევრი აი კითხვას ერთი ავიცი ვიცი და პროჭულად ფული ვიცი შოა იმისი რა პროჭების მაგრამ ვისაც კი უსამართლოდ უქნია ყველაფერი და არაკაცულად მოქცეულა იმას საბოლოოდ მაინც დედა მოსწონია და დროის ამბავია საქმე ადრე თუ გვია დროის ფაქტორია რა აი დროის ამბავია მოკლედ და კონკრეტულად რო ვთქვათ ეს დროის ამბავია ბევრს პროკურორობა ბოძიშვილი
აი ბიჭო, სულ გინდა რომ მაქსიმალ აი პოლიციასთან არ მაქვს ძმაო, აი ნახე ფაქტები, ბოდიში წერა ვერ დავამთავრე, მოიცა ერთ მიცე ფიძე. უცებ, აი ნახე, უცებ ჩემთვის ეხა ნახე, უცებ ავხსნე ერთ წამი დავამთავრე. პოლიციელი, ნახე ხომ გიხდო, წერან კი. პოლიციელი ჩემთვის არაა პრობლემა. მე იმაზე თანხმდებით რომ პოლიცია უნდა იყოს, მე დავაშავე პეტრე დამიჭერს, პავლე ჩემთვის ნიშნულობა არ აქვს. ჯოკერა უნდა დამიჭერს, მიგდი? შინაური უნდა იცოდეს გარეული პოლიცია, მაგრამ პოლიციელი უნდა არსებობდეს. აი პროკურორი უკვე ვერ უგებ. სულ ჩალიჩობს, რომ მაქსიმალური სროგი მოგცეს, მაქსიმალურად დაგუპოს. ჩემთვის ყველაზე მურტალი პროფესია არის პროკურორობა, მაგრამ არა ეხლა ჩემთვის ეხლა რა გვიაქვს პარსო უჭრის მაგით ბალზამირში ყობო თუ რაღაცა. მაგრამ მურტალ პროფესიას მე სხვა რაღაცას ვიტყოდი რა. აი ნახე შენ რაც თქვი მურტალი პროფესია არ არის, რატო იცი რომ იმას უკვე მაგრა გაფიცნობიერებული აქვს და მაგრა ახატია. არა, რომელი ნაბუზარი სოციალზე ახატია, გინდა ნაბუზარი, აი ნაბუზარი. ძმაო, მაგაზე. ხომ არა ხო პროფესია არ არის. როგორ არ არის ფეხი არის. ფეხი პროფესია, მაგი პროფესიონალი ფეხის დედამუტა. როგორ არის პროფესიონალი. რომელი არა პროფესიონალი ფეხი და პროფესიონალი ფეხი რა როჟები არის. აი პროფესიონალი ფეხის მაო 10 წელი შეგიძლია.